უნდა პირობითია. სიურპრიზად დავაჩვენოთ ჩვენ სტუმრებს, რომლებიც მე ვარ ბეჭდური მედიის დიდი გულშემატკივარი, თავმაზარი გული და შრომა ჩადებული. ჩვენ დავსხდეთ და უფროსება ისე მალე გაიარა 25-მა წელმა ითვალის დახმამებაში რაღაცა ასე მგონია რომ გუშინ იყო ეს ყველაფერი, როდესაც 97-ში პირველად გაჩნდა ჟურნალის დაარსების იდეა. მე არაერთგზის მომიყოლია რამ გააჩინა ეს იდეა ჩემი შვილის თაობამ და ჩემი შვილის კითხვამ, რომელმაც კითხა სადაური იყო ის იმ პერიოდისათვის და საჭიროება იმისა რომ ჩვენ გვესაუბრა ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებაზე. თანაც ერთი ძალიან საოცარი რამ. იქ თავმოყრილი მასალა ერთნაირად საინტერესოა, როგორც მოზარდისთვის, ასევე ჩვენთვის მოზრდილებისთვის. ასე რომ იალქანი ასაკობრივად შეუზღუდავი ჟურნალი გახლა. 25 წელი ნებისმიერი მედია საშუალებისთვის და ბეჭდური გამოცემისთვის ეს არის მთელი ეპოქა, ეპოქის მეოთხედი. თაობები, რამდენი თაობა და უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ ამ 25 წლის მანძილზე რამდენმა თაობამ გაიარა, რამდენმა წაიკითხა, სად არიან ახლა აი ამ თაობის წარმომადგენლები და რამ ხელა კვალი დატოვა თითოეულ მათგანზე. ეს არის აი უდიდესი სიმდიდრე. იალქანი ჩემთვის იმედია. ჩემთვის არის მოლოდინი, ჩემთვის არის ტკივილი, ხსოვნა, რაც შეიძლება მეტი პოზიტივი ნახოს ბავშვმა და არ იყოს აგრესია, არ იყოს უთანხმოება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ვაშუქებ და გაუგებრობა ბავშვებისთვის. მე მქვია ფრანჩესკო ტრეჩი, იტალიელი ვარ, მაგრამ ჩემი სული ქართულია. ძალიან მიყვარს საქართველო. მე დავწერე 2 წიგნი საქართველოს შესახებ იტალიურად. ჩემი ინტერესი, ჩემი მისია არის საქართველოს პოპულარიზაცია იტალიაში. იალქანი ეს არის ეს მნიშვნელოვანი ჟურნალი საქართველოში. ძალიან მიხარია დღეს იალქანის სტუმარი ვარ.